არსებობს სიმართლე, სინამდვილე და ჭეშმარიტება. სიმართლე არის ის, რასაც ჩვენი თვალებით ხედავთ. სინამდვილე არის ის, რაც მის მიღმაა. ხოლო ჭეშმარიტება არის ის, რომ არც სიმართლე არსებობს და არც სინამდვილე. მოკლედ, ყველაფერი სუბიექტურია. ხო და ჭეშმარიტება თუ ეგაა, რომ არც სიმართლე არსებობს და არც სინამდვილე, მისი ძიება ერთ დიდ წრეზე ტრიალს გავს. ხო და შენს თუ არ გინდა უსახელოდ ერთ წრეზე სიარული, გამოიწერე წრე და გამოყვევი ჭეშმარიტების ძიებაში. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ბაზარი არაა და დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ იბაზრებენ ჯარჯი თოფურია და გიორგი ლალუაშვილი. მზად ხართ? კი ბატონო. კაი, მოდი მაშინ დაიწყე შენ. ოკეი. აქედან გამოვიჩო. აქედან ნებისმიერ თემას ამოვირჩევა, თემიდან რენდომად და ირჩევ პოზიციას. ძალიან კაი. სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა არსებობდეს. ნუ აქ ჩემი პოზიცია არისო, არ უნდა არსებობდეს. ანუ არ ეთანხმები დემოკრატიას. ჯარჯი, შენ გიწევს ავტომატურად რომ უნდა არსებობდეს სამხედრო სავალდებულო სამსახური. კი ბატონო, რთული თემაა, ასე რომ პრობლემა არ არის ჩემთვის ამ პოზიციის დაცვა. გაქვს ვეტოს უფლებაც, შეგიძლია შეცვალო ბარათი და ახლიდან ამოიღო. არა, გემრიელი და საჭირო თემაა, ასე რომ სიამოვნებით ვიდებოდებ ამას. კაი, არგუმენტების მოსაფიქრებლად მონაწილეებს ეკნებათ დრო და ახლა თავი 10 წუთი და შეგიძლიათ ჩამოწეროთ თქვენი არგუმენტები და მერე დავიწყოთ დებატი. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი წრე და დასაბსკრაიბოთ არხი და ზარის ხილაკიც გააქტიუროთ. გადაცემაში იქნება ორი სადებატო თემა. მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით 10 ბარათიდან აიღებენ სადებატო თემას და ირჩევენ პოზიციას. დებატები შედგება 3 ეტაპისგან. პირველი ეტაპი შესავალი. თითოეულ მოდებატეს ექნება 2 წუთი საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. მეორე ეტაპი საერთოდ საერთო 10 წუთის განმავლობაში მონაწილეებს შეუძლიათ დაუსვან შეკითხვები ერთმანეთს და გაამყარონ თავიანთი პოზიციების საჭირო არგუმენტებით. მესამე ეტაპი დასკვნა. მონაწილეებს ექნებათ თითო წუთი, სადაც შეაჯამებენ თავიანთ მთავარ სათქმელს. შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით დირთიებითში, რომელიც მდებარეობს ქიქოძის 9 ნომერში. თავისუფლების მოედნიდან დაახლოებით 5 წუთის სავალზე გაგხვდებათ კაი გარემო, კაი მუსიკა, კაი ლუდი და დანარჩენი თქვენზეა. გიო ირჩევს იწყებს პოზიციის დაცვას, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური არ უნდა არსებობდეს. ხო არ გაქვთ ისე მოხდილი რომელიმას? არა. არც ერთს? აწოფილებ. თქვენ? არ გაქვთ არავის? არა. აი, ძალიან კომპეტენტურები ვართ, წავიდა. დაიწყე მაშინ და 2 წუთი გექნება დრო შეგახსენებ. კაი. ზოგადად, ანუ თეორიულ დონეზე მინდა რომ დავიწყო, რომ ზოგადად სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა არსებობდეს, არ უნდა არსებობდეს. აქ ჩვენ მივიდივართ ერთ თავად ჭეშმარიტულ რაღაცნაირად საკითხთან, რომ ჯამში ჩვენ ვის ვკიდებთ ამ ვალდებულებას. ანუ ვალდებულებას ვკიდებთ ადამიანს, რომელიც რაღაცა ვისგან წარმოიქმნება ეს კონკრეტული რაღაცა პასუხისმგებლობა არ იცით. ანუ რაც უნდა განისაზღვროს ეს. და თუ ჩვენ განსაზღვრავთ, რომ ადამიანი იბადება თუ არა საქართველოში აქვს ამისი ვალდებულება, მით უმეტეს ბიჭს, მაშინ ჩვენ უარსამოთ ამ ბიჭების, ასე ვთქვათ, სისხლის უფლებაზე. იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ის ერთ წლით ისე გამოვიყენოთ, როგორც ჩვენ გვინდა. რაც ჩემი აზრით უარყოფაა ზოგადად ადამიანის თავისუფლების და ასე ვთქვათ, სისტემა გეუბნება, რომ ერთი წელი ჩემს სამსახურში უნდა იყო. რაც ჩემთვის ყოველად მიუღებელია და აი ასეთი პრეცედენტი დაშვებით ადამიანის უფლებებში უხეში ჩარევის შემდეგ, როგორ შეიძლება რომ ამ ადამიანს შემდეგ თავისუფლებაში დააგონო ან რაღაცა დამოკიდებლად გაწყვეტილება მიაღებინო ან რაღაცა არ წარმოიდგენია. ხო, პირველი ის არის რომ სავალდებულო არის მოსახსნელი. ეს კიდე გამომდინარე ვიძახი ამას, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც სავალდებულოდ ხორციელდება, ჩემთვის ის უფრო ღირებულია, ვიდრე ამას ძალადად მისვაკეთებს ადამიანი. რატო? აი მაგალითად, მე და შენ რო ვივაჭროთ, ამას კი არა, ფულიო გავცვალოთ. თუ ვაჭრობთ, ვაჭრობა. მაგრამ თუ შენ დამაყაჩაღებ, ყაჩაღობა იქნება. ანუ ეს იქან არის ვალდებულება, მეორეგან ჩემი, ასე ვთქვათ, ნება. იგივე თუნდაც, როგორ თქვა, ძალიან ბევრი საკითხი, მაგალითად, სექსი რო ავიღოთ, თუ ვალდებული, ანუ ასე ვთქვათ, ნება არის დართული, ეს არის ჩვეულებრივი აქტი. მაგრამ თუ არ არის ნება გამოვლენილი, ეს არის გაუპატიურება. ეხლა ეს როგორ საკითხს გავს, ძალიან მომწონს ეს ზოგადად ეს არგუმენტი, ამ საკითხს რო საერთება, რომ ანუ ქალიო გააუპატიურო და უთხრა, რომ ძალიან კარგი სექსი იყო. იგივეა, რომ ძალიან კარგი ჯარი შევქმნიო და რატო არ მოდიხარო რა? ჩემთვის ეს ცოტა სისულელია. შენ თუ გინდა ჯარში წამოვიდეს ადამიანი, თვითონ ახალგაზრდა, მაშინ მას კარგი ანაზღაურება უნდა გადაუხადო, სწორი წესრიგი მოაწყო. სწორი წესრიგი შექმნა და თუ ამის შემდეგაც ვერ მოიძებნა ის ადამიანი, ვინც წამოვა შენთან ჯარში, კარგი ხელფასის შემდეგ, ესე იგი შენ სხვაგან პრობლემა და როდესაც სავალდებულობით დავამთავრე, სავალდებულობით ეუბნები, რომ
აი ძალიან კარგია და წამოდი. ეგეთ რაღაცზე გამოდის რომ ცოტა ზარიხმას დავიფინე. ეგეთ რაღაცზე გამოდის რომ ანუ სახელმწიფო იყენებს ამათ რაღაცნაირად მონებად ერთ წლის განმავლობაში. აი, საერთოდ წუთსაც გეკნება მე დროდადას. მაგას ასე რომ გადავიდეთ ჯარჯისთან, რომელიც ამბობს რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა არსებობდეს. დათხარ? კი ბატონო, დავიწყოთ. აი, ჩავერთოთ 2 წუთი მაშინ და დაიწყო. მოგეთ იმ საკითხზე, რომელზეც ჩვენ ვერ შევთანხმდებით ალბათ, მაგრამ მაქსიმალურად ვცადოთ, რომ ჩვენი აზრები ჩამოაყალიბოთ და შევაჯახოთ, ვნახოთ სად ვერ ვთანხმდებით. ჩვენ საერთო დროშიც ვისაუბრებთ. ამ ჩემორწოც უბრალოდ იმისთვის გამოვიყენებ, რომ ხაზი გაუსვა რა პლუსები ექნება და როგორ ჯარზე მაქვს საუბარი. ალბათ შენ ამაზეც ხვდები, რომ არაადეკვატურია ადამიანის ჯარში წაყვანა და შემდეგ მისი უბრალოდ შრომის უნარიანობის გამოყენება და კი ბატონო თქვათ გუშაგი შეიძლება ნამდვილად იყოს სამხედრო ვალდებულებას ასრულებდეს, მაგრამ აი თქვათ კერძო ლოკაციას როცა იცავს, ამაზე არ მაქვს საუბარი, ასე რომ მინდა რომ ეს თავიდანვე გერძე გადავდოთ, რომ მე ამის დაცვას არ ვაპირებ. ვაპირებ დაცვას სამხედრო სამსახურისა, რომელიც მოსახლეობას რა თქმა უნდა მე ბიჭებზე, კაცებზე მაქვს ორიენტაცია აღებული, თუმცა არ გამოირიცხება ქალების რაღაც დონეზე სავალდებულო სამსახურში ჩართვა, რომ იმისთვის რომ სამხედრო კრიზისის სიტუაციებში მზაობა კონდეს, ეს ჩემი აზრით არის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ საჭირო საკითხი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვა 10 წელიწადში გარანტირებულია საქართველოს დაღუპვა, მაგრამ მე მგონია რომ როცა წინა უახლოეს წარსულში ჩვენ გქონია სამხედრო კონფლიქტები საქართველოს მოზიდებული არ ყოფილა. ეხლა სამწუხაროდ 90-იანებში დიდ ქვეყანაც არ ყოფილა, რომელსაც შეეძლო შემდეგ რაღაც გაეტარებინა, მაგრამ სახელმწიფო რო ყალიბდება და ეხლა ზოგი მთავრობა რო ზოგი მოგწონს, ზოგი არ მოგწონს, არსებობს ამას შენარჩუნება ჭირდება და ბევრი ერთი დიდი ორგანიზაციაა, რომელმაც თავის წევრებს, ქვეყანამ თავის მოქალაქეებს ვალდებულებას უნდა დააკისროს. ზოგადად რა თქმა უნდა ადამიანის პირადი თავისუფლება დიდი ღირებულება, თუმცა გარკვეული ვალდებულების გაღება ჩემთვის მისაღებია კონკრეტულად, როცა შეეხება საერთო კეთილდღეობას. კიდევ იმის თქმაც მინდა იმედი ამაზეც ვისაუბრებთ, რომ ეს სულისკვეთება, რომ ქვეყანა გადარდებდეს და შენ თავი რაღაც დონეზე გვერდზე გადადო, ყოველს მეტნაკლებად აქვს. სავალდებულო სამსახური თუ გამართული იქნება, მე გადახტაზე არავის არაფერს არ ვამბობ, საერთოდ არც მოვიაზრებ იმას. ხო, კი ბატონო, მაშინ დავასრულებ უცებ სიტყვას, არც მოვიაზრებ იმას, რომ სამხედრო სამსახურში დიდად ფინანსური ინტერესი ექნება ვიღაცას და სულად ვითვალისწინებ იმას, რომ ქვეყანას ეს სახარჯად ფული არ აქვს. ეს გვერდზე გავდოთ, არ ვაპირებ იმას თავს და კი ბატონო, რომ დავასრულო, მოკლედ, ხო. აი შეხურება იყო, კაი. კი და თუნდაც ისეთი საკითხები თქვა, რომ დავიწყოთ მაშინ ხო, აი საქართველოს საჭიროების სპექტრი და განახაი. კაი იყო და შენც ადამიანის უფლებას როგორ ხაზი, კაი. აი საერთო დროზე სანამ გადავალთ მაყურებელს შევახსენებ, რომ Facebook community-ში შეგვიძლია შემოგვიერთდნენ აღწერაში იქნება ლინკი და იქაც გავუცვალოთ რა კომენტარებში აზრები, შეგიძლიათ თქვენს გაგვიცვალოთ, თქვენს დაგვიტოვოთ კომენტარები, რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით და სხვა თემებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ერთად. აი მე ისე მაინტერესებს როგორ წავალ კამათი რომ სადვართ გადავიდეთ. ბოლო კითხვა უნდა დავაზუსტო. კი რა თქმა უნდა. რომ მოდი ამას მაშინ დროში კითხვა. ანუ რას ვაპირებთ იქ ბოლოს ჩავთვალოთ მოდი მაშინ წუთი და დაიწყო. კი ბატონო, მე ჩემი აზრით ჩვენთვის გამოსადეგი იქნება, კარგი საუბარი შედგეს და ჩვენ ღირებულებებზე და რაღაც აზრიანზე ვილაპარაკოთ, რომ როგორ ჯარზე გვაქვს საუბარი, მაგაზე შევთანხმდით. ერთი იმედია მაგას მომცემ რომ ბოლოში როგორც დაამთავრა. კეთრი. ანუ ერთი ჯერ საერთოდ მეგეც არ ვიცი, ხა იმ ორ წუთში რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა რა ხარ გაქვს, მაგაში თუ დამეთანხმები რომ მოდი ვისაუბროთ იმ ჯარზე, რომელიც სამხედრო სამზადის ატარებს და არა უბრალოდ შრომით ექსპლუატაციას აკეთებს ადამიანისა, რომელსაც მე მოუხდი ერთ წელიწადს. ეგ ერთი. სამაგიეროდ მე იმას გეტყვი, რომ არავითარი ფინანსური ინტერესი არ გამოვიყენებ, რომ მოდი გადაუხადოთ მეტი. არავის არ გადაუხა, არა. კარგი ჯარი კი ბატონო, მაგრამ გადაუხადოთ როგორც ოფიცერს, როგორც მუდმივ სამხედრო მოსამსახურეს არა. ანუ ეს რა თქმა უნდა იქნება პირადად შენთვის, თუ ხარ როგორც ბიზნესმენი ან თუნდაც რაღაც პროფესიონალი, შენთვის დანაკარგი იქნება ეს რომ მაგას მე რა თქმა უნდა სულად ვითვალისწინებ. ფულის გადახდას არ აპირებ. თუ რამე მიზერულს რა, ანუ არა ეს არ იქნება, კი, ანუ ეს არ იქნება ინტერესი, ეს არ იქნება ინტერესი. ანუ კაი, გასაგებია. ცოტა კონტროვერსული და საკმაოდ კონტროვერსულია. იქნება გამომდინარე, რომ შენ ჯამში ვალდებულებას თუ წარმოუშვებ ადამიანს, ამას ისეთი ტიპის რაღაცა სასწავლებლის მეორე პინაზე ისეთი რაღაცა არ უნდა ქონდეს, რომ ცხოვრება ეინგრეოდეს. ეხლა შეიძლება ძალიან კარგი, აი ჩემ მაგალითზე გეტყვი რა. მაგანას გავლებოდი სამსახური რაღაცა და ერთ წლის განმავლობაში დავდგე ასეთი იმის წინაშე, რომ ჯარში წავიდე, ჩემ კარიერა დამეინგრევა. და თუ დავინახე, რომ აქაც ფინანსური ინტერესი ძალიან დაბალია, ну, მე ხა არ მჭირს იმდენად, რომ ის ფინანსური ინტერესი რაც არის დღევანდელი ჯარში და შენ რომ ამის მომხრე ხარ ერთ წელი ვერ გამოდარების რაღაცა ოჯახი მყავს და დამხმარება რა. ძალიან მეტყვი შეიძლება ისეთი იყოს, რომელსაც ვალდებულები იქონდეს
სასის ხო რაღაც მსგავსი რა. მოი მაგასაც თავი დავანებთ. ჯამში მე რის თქმა მინდა იცი? კარგი ჯარიო რო ახსენებ. შეყრაფე კარგი მინდა, просто ანაზღაურები გადახდა არ გინდა. და ეგ ცოტა უცნაურად გეტყვი თუ შეიძლება უფრო ჯოგრაშოს უნდა ჩამოყალიბო ჩემი აზრით. უცნაურად რატო შეგეს იცი? შენ თუ არც ჯარი, ანუ ასე ვთქვათ, ფინანსების გადახდაც არ გინდა, მაშინ შენ რითი გინდა მოიზიდო, მარტო გინდა რომ მოიზიდო რაღაცა ეროვნული ინტერესებით, ეგ ძალიან მყიფეა რა. და მყიფე რამად არის? ანუ ჯამში შენ ამის მიღწევას ვერ ამას ისე ვერ მიაღწევო, თუ რაღაცა ციხიდან დაემუქრე, ანუ რაღაცა დამუქრება მოგიწევს აუცილებლად რომ წამოიყვანო თორე. ეხლა შენ სულისკვეთება ჩაუნერგო რომ აუ წამოდი რა მაგარი იქნება და ალეკველისაშვილი რო იძახდა კონსმაგარი ბიჭები იქნებიან რომ ეგრე არავინ არ წამოვა და ეხლა მოდი ხო აი მნიშვნელოვანია ანუ შენ პოზიცია საკმაოდ ანუ პირდაპირია რა სავალდებულო არ არის წერტილი მაგრამ რო სავალდებულოა რა თქმა უნდა ჩემი მართ უფრო მეტი კითხვა როგორი სავალდებულო ასე რომ აი ცალ დროს დავუთმობ როგორი წარმომიდგენია მე და როგორ ზემინდა ვილაპარაკოთ საერთოდ ამ დეტალებზე მირჩენია რომ ვილაპარაკოთ თუ რაღაც კარგად ჩამოვაყალიბებთ და შევძლებთ რაღაც უფრო მასშტაბურზე საუბარს რა თქმა უნდა მირჩენია თუმცა თუ დეტალების მოსმენით მინდა გეტყვი დავიწყოთ იმით რომ ადამიანს ერთ წელს წაართვა ისრულიად პრაქტიკულ რაღაცას რომ უი როგორი ცუდია, ხო? დღეს საქართველოში ხო არის სავალდებულო ჯარი და ბჭყალებს იმიტომ ვიყენებ, რომ სავალდებულო ნამდვილად არის და ვთქვათ, მეც შეიძლება ვთქვათ კიდე ერთი წელი გაქვთ სათხართ რეკრუტერები რომ გამიწვიოთ. სავალდებულო არის, მაგრამ ძალიან, ანუ უბრალოდ შეგიძლია რაღაც ძალიან ბევრი ლუფოლი არსებობს რა, გირჩის მიერ შემოთავაზებული ფსევდოსწავლა, უბრალოდ სანაცნობო ვიღაცა, ეს უბრალოდ საქართველოში ვცხოვრობთ ადამიანები და ძალიან ბევრი ვიცით, რომ 10,000 ადამიანი თავს არიდებს, მათ შორის მეც ეხლანდელი როგორი სამხედრო მომზადების შეთავაზებას აქვს სახელმწიფოს, ჩემთვის არა ესასრული, მიუღებელია, მე ვფიქრობ, რომ ეს არაფერს არ შეძლებს არც მე, არც ჩემ სახელმწიფოს, ასე ერთი წუთის თუ შეიძლება, ერთი წუთის თუ შეიძლება. და ხო. კი ბატონო, ხო. მე საერთოდ მე ამას დავბრუნდებით ასე რომ იმისთვის რომ დაბრუნება არ მოგიწევს აქამდე რას თქვი მაგას უნდა გაქცე პასუხი რა ერთი ის რომ აი თქვა ვიღაცას ვალდებულება აქვს თუ სახელმწიფოში იქნება გამართულში ის იგულისხმება რომ ლუფოლები არ იქნება რა რომ ვინც სტუდენტია ეგეც სწავა ვისაც რაღაც ვალდებულებები აქვს ხო საბანკო სექტორებს შეუძლიათ ესეთ საკითხში ხო რომ შეუწყონ და აუწყონ ფეხი კი არა ეს უკვე საკმაოდ სერიოზული ცვლილებაა მაგრამ არის ქვეყნები რომელშიც ესეთი რაღაც არიდებები არ არის ხო სამხრეთ კორეაში და ისრაელში არავინ არ არის რომ ის რა ქვია რაღაცა კონკრეტულ ორგანიზაციაში გავწარვიანდი და ხა ეხა ეს საბუთი მაგან რაღაც შენ თვითონაც რო არის მაგისტრატურის სახელი მაგას ჩაობარე და ეხა ეს საბუთი მაქვს ანუ სადაც მართლა იქნება სავალდებულო სამსახური იქ გარშემო ქვეყანაში სხვა ინსტიტუტებიც უნდა შეიცვალოს კაი უკვე ასტრალს ისახი შენ რა რომ ოღონდ ფულია გადაიხადო და ყველაფერზე ოკეი გაქვს რა დაშინების მუხარას გაქვს სახელმწიფოს მხრიდან აი ყველაფერზე ოკეი გაქვს და ეგ არის ჩემთვის ცოტა უცნაური რაღაცა იცი რატო ჯამში ასეთი რაღაცა იქნება რა რომ როგორ დგება ჯარი გჭირდება თუ არ გჭირდება გვაქვს კონტექსტი რუსეთია ჩვენი მოსაზღვრე და გამოდის გენერალი და იძახის რომ ჩვენ ახლა ასეთი რეალობის წინაშე ვართ და უნდა მობილიზდეთ რომ უნდა მობილიზდეთ ამის გამო მე მინდა სიტყვაზე 20,000 სამხედრო სიტყვაზე არ ვიცი რამდენი საჭიროა და რაღაცა და მინდა რომ ამას მივახციო რაღაცნაირი პოლიტიკური იმეებით რა ქვია მოდი თუ შეიძლება პატარა ჩასწორება მართლა სამხედრო და უბრალოდ რეზერვი რომელსაც გავლილი აქვს 3 თვე გავმიჯნოთ ხო მაგრამ მე ხო გადადიან პროფესიულში რატო კი გადადიან ანუ იქ თუ რაღაცა წარმატებას მიაღწია რაღაცა უკეთესი კარიერა ეგ უკვე ნება აუცილებლად გადავა მაგრამ შენ რო ძალით წაიყვან ეგ არ დაიხაც ფულს არ გადაუხდი ჩემი აზრით არ მგონია კარი წარმოდგენების შექმნა ჯარზე მაგრამ ერთ წამი სულ სხვა რაღაცა თქმა უნდა სასწორის მეორე ფინანსზე იდეაში ჯარში რასაც აყენებს როგორც მივხვდი რა ეგა ეროვნული ინტერესი რა პატრიოტიზმი და მაგიტო არა ინდივიდუალური მე ასეთი რაღაც თქმა მინდა ჯამში რომ შენ რო ფული გადაუხადო აი უკვე როგორ რაღაცა ჯამში ხდება დღევანდელი წესებით 4,000 კაცი მიდის იმაში აქია წელიწადში ჯამში ხდება 25 მილიონი 32 მილიარდიან ბიუჯეტში შემოგვივიდა 25 მილიონი არ არსებობს იმისთვის რომ შენ თადაც აუზღუნო ხო ეს ხო ცოტა სისულელია და ჯამში წეგანდელ თემას მინდა დავუკვირდე დაუბრუნდე რომ გენერალი იძახის რომ იმჭირდება 20,000 და მე ამას მინდა რომ მიაღწიოს პოლიტიკური გზებით და პოლიტიკური გზები არცით ვარიანტი არ უნდა იყოს ის რომ ადამიანები დავაშინოთ მოდი ეს ვქნათ მოდი ის ვქნათ ეროვნული ინტერესი იმას ვქნათ თქვი პირდაპირ ამას გადააუხდი არ წამოვიდა 1000 კაცზე 4,000 კაცი ყოველწლიურად აწი 2,000-მდე არ წამოვიდა 2,000-ზე 3,000-მდე შენ თუ უკვე რაღაც ანუ შენ თუ მეთაყვები აღრამში რომ 10,000 იქნება ის რა ქვია
ხელფასი და იქ არავინ არ წამოვა, ჩემი 1000-იც რო გახადო, რიგები დადგება და ჯამში იცი რა არის, ბოდიში. ჯამში იცი რა არის, ეს ეხლა ჩვენ ასე ვდებოდოთ, ჯამში მე აი შორს არ წახვიდა, გთხოვეს მნიშვნელოვანია. გთხოვ შორს არ წახვიდა აქედან. ის ასე რომ თავ სისტემას ყოველთვის უნდა თავის დომინანტური, ასე ვთქვათ, ხასიათი გამოავლინოს, რომ ზეგავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაზე და არა ის რომ იმას აინტერესებს. აი გთხოვ ფინანსური სამსახური აქ ალტერნატივად, ხო? კი ბატონო, ხო, აი მე არ მინდა შორს წავიდეთ, ეხლა ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა, რომ ესე იგი აი ხო, უბრალოდ მინდა მე, ხო, კი ბატონო. მოკლედ 5000, 6000 ზრდით იქამდე სანამ არ დაინტერესდება იმისთვის, რომ 20000 ოფიცერი გყავდეს, ხო? კი ბატონო. თუ გაგიგია ლეგიონი, ან სხვა კერძო არა სამხედრო, მაგრამ ორგანიზაციები, რომლებიც ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებას თავაზობენ, ზოგი შეიძლება ერთღიანი იყოს, ზოგი შეიძლება. უბრალოდ თუ გაგიგია, ანუ თუ მინდა არ უბრალოდ მაინტერესებს გაგიგია თუ არა გავგზავნო. ოკეი, მაშინ გავგზავნებ თუ შეიძლება. არა, არგუმენტი არ მithქოს, რის არგუმენტს ვასხობ, ვერ გავიგე. გთხოვ ჩამოყალიბების უფლება მომეცი, გთხოვ ჩამოყალიბების უფლება მომეცი. ხო, კი ბატონო, კონდეს, მაგრამ თუ მაშინ სოლდებატი თუა, მაშინ გავუშვი, მაგრამ მეც მინდა ჩემი აზრი ჩამოყალიბო, ხო. ანუ ადამიანები აქ რომ მიდიან, ეს არის იმის ნიშანი, რომ ინტერესი არის, რომ სამხედრო მომზადება გავლილი კონდეს. უბრალოდ თუ გარბენა გინდა, ხო, ჩახვალ რა ვისადმე ბაღში ან თუნდაც ქუჩაშიც გაივლი. ადამიანებს, ახალგაზრდებს აქვთ ინტერესი, რომ სამხედრო მომზადება კონდეთ და წარმოდგენა გქონდეთ იმაზე თუ რა უნდა გააკეთოს სამხედრო სიტუაციებში, ეს შეიძლება მოდიოდეს რაღაც პირადი ინდივიდუალურ სიამაყიდან, რომ გინდა რომ საჭიროების შემთხვევაში რაღაც უბრალოდ ესე 60 კილოიანი ტომარა არ იყო და ჯარში ომის დროს რაღაცას წარმოადგენდი, ან ქვეყნის სიყვარულისგან, ან შენი ოჯახის სიყვარულისგან რომ გინდა ეგენი დაიცვა, მაგრამ აშკარად ქვეყანაში არის ადამიანები, ვინც ამ ლეგიონში, ანუ თუ დამეთანხმები, რომ არის ადამიანები, ვინც აქ მიდიან და უმეტესობა საერთოდ ვინც აქ მიდის, სამხედრო სამსახურს არ გადიან. რატო ამათ ფული აინტერესებთ, 4000 და 5000 ლარი აინტერესებთ? ფულის ინტერესი არის მომენტია. აი ეს სულ ეროვნული ინტერესი გვერდზე გადავდოთ. ეგეთი რაღაცა. საქართველოში არსებობდა ხოლმე ეგეთი რაღაცა, რომ ავღანეთში მიდიდნენ რაღაც სამშვიდობო მისით. კი. და რატომ მიდიოდნენ შენი აზრით? ფულის ინტერესი და დაჟე იცი როგორ იყო ძალიან ბევრი საკუთარ რაღაცა ჯანმრთელობის რაღაცებს აყალბებდა რომ წასულიყო და ფული აეყო. და შენ რას მეუბნები რომ საქართველოში 1000 ლარს უკვე დავხდი არ წავა? გიორგი, პროფესიონალ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ, ჩვენ ვსაუბრობთ სამხედრო სავალდებულო მომსახურებაზე, რომელსაც მიხოთ მე შენ და დათო, ჩვენ საფშევს რომელია? ეგ აქვს პროფესიონალ ჯარისკაცებს. ისეთი იყო, სხვის ქვეყანას რო იცავდი. მე ვარ ანალიტიკოსი, მე სამხედრო არ ვარ. ვიღაცა არის ბუღალტერი, ვიღაცა არის რა ვიცი, მძღოლი, ხო? ყველა საქმე ომი არ არის. ყველა საქმე ომი არ არის. გადარჩენა არის ყველა საქმე. არა, მომისმინე, გადარჩენა ყველა საქმეა, მე თუ რაღაცა მსახიობი ვარ, შემიძლია ფული გადავიხადო იმაში, რომ რა ვიცი, 2000 ლარიანი ჯარისკაცი მყავდეს. მაგრამ მე რო წამიყვანო, რომელიც ფრონტის ხაზიდან გაყაროს ვაპირებ, იარაღს მომაჩიჩებენ თუ არა, ჩემნაირი, სამხედრო არავის არ ჭირდება. არც მე მჭირდება, ანუ ბავშვი ყველაფერს დავიდევენ დღევანდელი სამხედრო სამსახური, თუნდაც გენერლებს კითხეთ ვაფშე ეს შეკითხვა, აი რო აქვს გავლილი ეს ერთწლიანი რაღაცა კონტრაქტია სამსახური, რო კითხო რომ ომი რო დაიწყოს, რამე პრიორიტეტი აქვს ამ ადამიანს რომ რაღაც დაიწყოს რაღაცას, ანუ გეუბნები რომ არა ჩოლები როგორც მე და შენ ვართ არ გაგვივილა ისეა ის ადამიანი და ჯარში იცი ჯახები და ბოქსი წოდებს ჯარში ის რას ვეჯახებით რომ ანუ სახელმწიფო თავის დომინანტურ იმას გიმტკიცებს რომ აი მე აი ამას ახალგაზრდა ბიჭებზე ყოველთვის მიქნება ბერკეტი რომ რაღაცა ამაზე ვიპარაზებ. გთხოვ კითხვის დასრულება მომეც, იმიტომ რომ ჩემი ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამიჯნოთ ძალიან ბევრი ისაუბრე პროფესიონალ ანუ სამხედროებზე და როცა სავალდებულო მომზადებას საუბრობ არასამხედროებზე ძირითადად. ქვეყანაში ამდენია სამხედრო, ძირითადად არასამხედრო. ამიტომ კითხვა არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მინდა გასცე პასუხი. რა ინტერესით მიდიან ანუ შენი აზრით ხალხი ამ ლეგიონში და ამ არა ოფიციალურ სამხედრო მოსამზადებელ ჯგუფებში თუ არა ფული რა ინტერესით მიდიან? ანუ ეგ არის პირადი ინტერესი, რომელსაც ადამიანს ზოგადად ენთუზიასტია ამ საკითხში, მაგრამ შედეგად გინდა ანუ წარმოგიდგენ, მან ყველაზე კარგი სასტავი მოდის რა, იმას ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს ყველაფერი და რატო არ მიდიან სამხედრო შენ რასაკეთებ, იცი? ეს ვიღაც კონკრეტული პატარა კლასტერი ვარსეულს, შენ გინდა რომ ყველა ესეთი გახადე და ყველა ესეთი ხდება შენ სიტუაციაში როგორ წი? დავაშინებ, ამას ვიზავ, იმას ვიზავ და მოდი ცოტა ადამიანური გახედე, სწორი ხელფასი გადაუხადე და მე თუ ეფექტი ვერ დაინახეს, მე თუ ეფექტი ვერ დაინახეს, ეგ პრობლემა სწორედ ესეა. ნებად კიდე დრო რა. ვა, კაი არგუმენტები გაცვალეთ ძალიან მომეწონა. კაი, დასკვნის სახით მინდა თქვა, რომ ცოტა გამიგოს, მაგრამ ჩემი სახით მოგცემ, რომ ყოველთვის როდესაც ადამიანის თავარი ღირებულებები იქნებოდა და თავარი ორი უფლება, რაც გააჩნია ადამიანს, რომ საკუთრების და თავისუფლების არ გადაუხვა ხაზზე როგორი ტიპის კონტექსტის არ უნდა ქონდეს გარშემო. იმიტომ რომ პრინციპები, მაიმიტოა პრინციპები, როდესაც ყველაზე კრიზისულ სიტუაციაში ხარ, მაგ დროს გამოიყენა პრინციპა და არა რომ ეს პრინციპია, მაგრამ ახლა ესეთი კრიზისული სიტუაცია მიგას პრინციპებზე თუ არ თქვი ვერ გადარჩები. ჩემს ზუსტად რომ პრინციპებს პატივს და ამ პრინციპის დასაცავად ყველაფერს გაკეთებ, რომ პრინციპი არსებობდეს და გადაიხოს და თავშინაარში არსებობდეს. ანუ ამას ხელი შეუწყო იმით, რომ რაღაცა სწორი წესრიგი შექმნა, რაღაცა გადაუხადო ჯარი, რაღაცა სწორი ისეთი რაღაცა
კამპანია ან რაღაცა გააკეთო რომ ჯარი ესეთი უნდა იყოს და რაღაცა განსაზღვრული იქონდეს შენი რაღაცა ეროვნული ინტერესი თუ რა უნდა იყოს ისე დაცვა ანუ ამის შედეგად მიაღწევ იმას რომ ეს პრინციპი იქნება შენარჩუნებული და არა იმით რომ ეხლა შენ ჯარში თუ არ წამოყვარ 3 წლიანი დაგიჭე ან რაღაცა რავი 1000 სანქციას დაგაკისრებ და არ არის არ მგონია ეგ სწორი ანუ ეგრე მდგრადი ვერ იქნება ტიპოს ხო თუ დრო მე უბრალოდ ვთხოვ რომ აი ვამთავრებთ აუ მეგონა გქონდა დრო კიდე კარგი ხო არა ცოტი გაქრო აი შე ყველაფერს მოუღარა თავი არა რა თქმა უნდა ყველაფერს ვერ მოვუყრებ და ბოლოს რაზეც გავუსვი ხაზი მიხარია რომ მართლა ყველაზე მთავარზე შენი პოზიციიდან გავუსვი ხაზი რა და მაგის საპასუხოდ უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ეს რაღაც აი გაურკვეველი არც იქით ზონები რა არის თავისუფლება და რა არის ვალდებულება რომელსაც სახელმწიფო და სახელმწიფოს ნაწილობა ანუ მოქალაქეობა გვიქმნის ხო ეს ყოველთვის ესე ნათელი არ არის რა ეხლა რა თქმა უნდა სულ სხვა მასშტაბია ერთი წელი ვიღაცამ რომ მოგიტაცოს და რაღაცა გამუშაოს და იარაღი გასროლინოს და აჯმანები გაკეთებინოს და თქვა მეორე მხარეს ძალიან პატარა პარალელს აი ძალიან პატარა მასშტაბის იგივე ეგეთ ვალდებულებას მოვიყვან რომ რავი რაღაცა გზა გადაკეტილია სახელმწიფო რაღაც სამუშაოებს აწარმოებს და გავლა არ შეგიძლია რაღაც საერთოა ანუ და გინდა გავლა ხო არა რა თქმა უნდა ეს სამართლიანი და ტოლსტორი პარალელი არ არის, მაგრამ პარალელი მაინც არის. არსებობს მიზეზები, არსებობს საკმარისად დიდი საჭიროებები, რომ შენი პირადი უფლება, რომ იქ არ გაიარო, ან შენი პირადი უფლება, რომ ერთი წელი როგორც ცხოვრების სტილითაც გინდა იცხოვრო, არ იცხოვრო, ეგეთი მასშტაბის და ეგეთი საჭიროებები არსებობს. მორჩი. ძალიან კაი მე მართულება მინდა კიდე. მე ძალიან მომეწონა თქვენი ორივე თემატი და მაყურებელსაც იმედია გაუსწორდა და YouTube community-ში ამავე ერახზე გვექნება ფოლი, სადაც შეგიძლიათ ხმამიცეთ თქვენი აზრით ვინ უკეთ დაიცვა. ვინ უკეთ დაიცვა. არგუმენტი. Choose your fighter. ხო, აი კომენტარებში შეგიძლიათ დაგვიწეროთ რა თქვენი აზრი ამ დებატთან დაკავშირებით. აი TikTok-ის კომენტარებს აქვე პასუხს გავცემდი რომ ამათ ვინ გონიათ თავი რომ აი ესე იცი როგორ ისაკითხია ეს პოზიცია დავიცავ შეიძლება მე პროგრამები გიქონდა მაგით შენ არ ვიცი ხო პირიქით ანუ მე მგონია რომ აი ახალგაზრდა ხო ახალგაზრდა ზუსტად ჯარი გვემუქრება აუცილებლად შენ პოზიციაზე იქნებიან რა ისე რა შენ შენითი არიდებ თავს ბოლოს მეც რაღაცა გირჩისნაირი იყო მართლა რელიგიური ნუ რა მნიშვნელობა აქვს ხა ორივე ერთნაირი ფარისეულობა უბრალოდ ნუ აი ეგ გვიწევს სამწუხაროდ და აი მე გადავიდეთ მოდი მეორე თემაზეც შენ ირჩევ ხა ვირჩევ რა ლოტოტრონე ჩიკორი ოპა შენი საპოზიციას რა არის უნდა მოხდეს ნარკოტიკის სრული ლიბერალიზაცია სრული არა არ უნდა მოხდეს არა მე ვიზახეო უნდა მოხდეს მაშინ ისეც ეგ მოგესწროდი კი ოკეი მაშინ ძალიან კაი ჯარჯი იწყებს პოზიციის დაცვას, რომ არ უნდა მოხდეს ნარკოტიკების სრული ლეგალიზაცია. ლიბერალიზაცია ბოდიში. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ვიმყოფებით KIKODIS 9 ნომერში, დირთიებით ბარში და დაიწყე ჯარჯი. კი ბატონო, სიამოვნებით. 2 წუთი მაქვს ხო, როგორც ვიცი გახსნისთვის. უნდა მოხდეს თუ არა ნარკოტიკების სრული ლიბერალიზაცია. ლიბერალიზაციაში გულისხმობთ იმას, რომ მოხმარება, ყიდვა, წარმოება, რეკლამირება, ანუ გახდება ჩვეულებრივი პროდუქტი, ისე როგორც რავი, ჟელიბონი და კაი, მაქსიმუმ რავი, ახლა შეიძლება ხარისხიან რაღაც ეგეთ კონტროლდებოდეს, თუმცა მგონი უფრო ფუნდამენტურ საკითხებზე გვექნება ჩვენ შევთანხმებლობა. მოკლედ ამ დებატის განმავლობაში იმედია შევთანხმდებით, რომ რამეზე ერთი ნარკოტიკი ცუდია თუ არა, ანუ შენი აზრი, იმიტომ რომ ცოტა ადამიანს ვიცნობ, ვინც ამბობს, რომ ნარკოტიკი ცალსახად უსაფრთხო და ინდივიდისთვის კარგი რამეა და მეორე საკითხი მნიშვნელოვანი, თუ ცუდია, მაგას თუ შევთანხმდებით, სახელმწიფო უნდა აკრძალოს თუ არა. პირველ საკითხში მე სუდობას აი ცალსახად ვთვლი, რომ არის ნარკოტიკები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სახის არსებობს, რომლებიც ზოგი ნაკლებად გაზიანებს, ზოგი მეტად, მაგრამ ეს ძლიერი ზემოქმედება გარანტირებულია, რომ შენ ან ხანმოკლე ან გრძელვადი ან ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინოს, თუმცა ბევრი ნარკოტიკია, რომელიც ადამიანებს ანადგურებს ფიზიკურად, მენტალურად ან პირდაპირ სიცოცხლეს სპობს და ძალიან ხშირად ამ სწორედ სიცოცხლის რისკთან თამაში არის кайფი. სრული ლიბერალიზაცია იქნება კატასტროფა. არ მგონია, რომ ამ ქვეყანაზე ბევრი რაღაც კომუნა, ბევრი საზოგადოება მზად იყოს იმისთვის, რომ პასუხისმგებლობით ჯანსაღად რეგულირების გარეშე შეძლოს რაღაც ნარკოტიკები, აი ვისაც უნდა მარტო მაგარ მოიხმაროს, ცალკე იყოს და მაგარანც ისე ზომიერად მოიხმაროს, რომ არ განადგუროს საკუთარი ან სხვების ცხოვრება, ამიტომ თუ სრულ ლიბერალიზაციაზე ვსაუბრობთ, მე მინდა მოვისმინო, როგორ წარმოგიდგენია შენ ეგეთი მომავალი და მზად ხარ თუ არა იმისთვის, რომ ეს თავისუფლების ღირებულება იმდენად პრინციპულად დაიცვა, რომ ის მძიმე შედეგი, რომელიც ნარკოტიკების სრული ლიბერალიზაციის შედეგად დადგება, ამასთვის დაითანხმო და ანუ მიიღო. კაი. ბატონო. კაი.
ორი წუთი გასცნისთვის, რომ შენი თაყვები რომ უნდა მოხდეს ნარკოტიკების სრული ლიბერალიზაცია და კი ბატონო, კაი. ხო, ლიბერალიზაცია არის ნარკოტიკების სამი რაღაცა. ანუ პირველი ეს უნდა იყოს შექმნა, მეორე გასაღება, მესამე მოხმარება. ნუ იქ რეკლამები რაღაცები ამ სამში გავიყვანოთ, რავი, შექმნაში გავა ალბათ რა. მაგრამ როგორ რაღაცა იცი, ამ სამიდან ერთ-ერთს თუ ამოვაგდე, მაგალითად იტყვი რომ მე ლიბერალური გავხადე მოხმარება, მაგრამ რავი, გასაღებას არ ვაკეთებ ლიბერალურს, ესე იგი ვიღაცა ქვეყანაში არის მაინც ისეთი, ვინც იდევნება ნარკოტიკული პოლიტიკის შედეგად, ნარკოტიკების პოლიტიკის შედეგად. ხო და ეს არის როგორ რაღაცა იცი, თავის მოტყუება გამოდის, რომ ვითომ რაღაცა ჩვენ ლიბერალურები ვართ მოხმარებლების მიმართ, მაგრამ აი ვიღაცა თუ აწარმოებს ის ცუდი ტიპია. ანუ თუ რაღაცა ტიპის პროდუქცია მოთხოვნა არსებობს, ამას აუცილებლად ჭირდება მიმწოდებელი. და რაღაც მოთხოვნელი არსებობს, ჩვენ მიმწოდებელები არ შევქმნათ, ან რაღაცა შევზღუდოთ, ეს ცოტა სისულელე გამოდის. მიუხედავად ამას, ცოტა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაზე რომ დავიდეთ, არავის საქმე არ არის ვირას მოიხმარს. აქ მე იმას არ ვიძახი, რომ ძალიან მომწონს ნარკომანი ადამიანები, ან წავახალისებ იმას, რომ ხვალ ნებისმიერი ტიპი, ან ბავშვებს ლექციას უკითხავდნენ, როგორი კარგია, ვითომ ნარკოტიკების ქვეშ ყოფნა ეს სულელია. ხო, ჯამში სახელმწიფო საკრძალვა არ მომწონს, იმიტომ რომ, რავი, სახელმწიფოს აკრძალული აქვს ნარკოტიკები, მაგით ვარო ჩადება არსებობს დღევანდელ რეალობაში და პოლიციის რაღაცა ჩვენების საფუძველზე შეიძლება 20 წლით ან უადოდ გაუშვან ადამიანის ციხეში ეს არ მოწონს. ჯამში მე ცოტა დრო დამრჩა და იმას ვიტყვი რომ რატო არ მჯერა იმის რომ ზოგადად აკრძალვები არსებობს. ამერიკაში 1920 წლიდან 33 წლამდე არსებობდა მშრალი კანონი. მშრალი კანონი როდესაც შეიქმნა ამაზე სარკე რაღაც სერიალები და კინოებიც არსებობს რომ როგორ ახორციელება მით უმეტეს მთავრობა არლეგალურ იმაზე რომ ბაზარზე თვითონ გასაღებას რა და ჯამში ამ 13 წლის განმავლობაში ადამიანის ცნობიერებაში ხო ვერ დაილექა ის რომ ეს არის ცუდი და ეს არ უნდა მოიხმაროთ. პირიქით როდესაც შეზღუდული იყო, მაღალი ფასი იყო, აქედან გამომდინარე და ადამიანს ოღონდ შეეძინა ალკოჰოლი, რომელიც ეხლა სვავთ. ავშე როგორ და მის ხარისხს. ამაზე ცოტა მერე ჩავშლი, ახლა დრო აღარ დამშა, მაგრამ ჯამში კარგად აგიხსნი, როდესაც ნარკოტიკა შეზღუდული, რატო უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ჩვენ ამას ლიბერალურს რო ხვდით და იბედია დაგაინტერესებს. კაკრას ამოვიდა. აგძელოთ დასასრულებელი დაგშე კი ბატონო. არა, ხო აი იმას რო დაგვიძე. არა, იმას რო დაგვიძე, რომ აგიხსნი ზოგადად, როდესაც იზღუდება ნარკოტიკები. მოდი, იცი რა, ეხა შენ 2 წუთის განმავლობაში რამდენი საკითხი შეერთა. მიჩვენია, რომ ერთ საკითხზე გადმოვაგდოთ ხოლმე და არა რიგრიგობით 5 საკითხი შენ 5 საკითხი ასე რომ მიჩვენია გავაგრძელოთ შეიძლება. ანუ მიხარია რომ ეს თავარი საზღვრები განსაზღვრეთ, ესე იგი ნარკოტიკი ცუდია შენი აზრით, რადგან ნუ შენ პირადად ნაკლებად მნიშვნელობას ანიჭებ, მაგრამ თავარია რომ პრინციპულად სახელმწიფო არ ზღუდავდეს. და კონკრეტულად მაგალითის წამოყოლაზე ხო, კი ბატონო, შეგვიძლია ესე მაგალითები დავაჯახოთ რა. შეგიძლია შენ თუ გინდა ჩაშალო შენი ალკოჰოლის მაგალითი, თუ გინდა აუდიტორიისთვის, მაგრამ ეს გონია რომ ნათლად მესმის, რასაც გულისხმობ და კი ბატონო, კარგი მაგალითია, არაეფექტური იყო შეზღუდვა, აუარესებდა ხარისხს, უფრო დიდ ხიფათს უქმნიდა ვიღაცებს. მან სხვა პრობლემა იყო ის, რომ ისტორიულად არ იყო შეზღუდული და უცებ შეზღუდეს და ეხა სხვა კონტექსტია, ამიტომ შენ პარალელს შემეზე აქ ჩავშლი, რომ შეზღუდული არის აქამდე, არის კონკრეტული კომუნა, კონკრეტული ხალხი, ვინც ნარკოტიკებს იყენებს და თუ ეხა ავხსნით, სხვა რეაქცია იქნება განსხვავებით იმისგან, რაც ამერიკაში 1920 წელს მოხდა და მინდა რომ ჩემის შემოგთავაზო ასევე მაგალითი, ცოტა თეორიული, ცოტა ფანტასტიკური, მაგრამ იმედია სამართლიანად მოგეჩვენება. იმიტომ ლოგიკური იქნება. კი, აი წარმოვიდგინე ბრიტვები, რომელთაც აი ძალიან ცუდი რაღაც ხდება, ზოგჯერ ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ნუ ადრე უფრო იყო მოდაში, ვენებს ისერავენ, აი ბრიტვების ერთადერთი დანიშნულება უბრალოდ სამართლებლის არის ეს, რომ ვენა გადაისერა დაუშვათ, ერთადერთი დანიშნულება არის ეს. მათ რა თქმა უნდა სიამოვნებთ ეს, უმეტესობა არ კვდება, ტრენდია, მათი თავისუფალი ნება, სხვას არაფერს არ უშავებენ. შეზღუდავდი თუ არა ამას? აი არა, არ შეზღუდავდი? მათ მისცემდი საშუალებას რომ ვენები გადაისერა. სახელმწიფოს არა აქვს ეგვალდებულება რომ რავი, ახლა აი მაგალითად სახში ვარ ჩემთვის და ვისერავ იმას, რა ქვია, იმეებს რა. აი სახელმწიფო მე დაასდევდეს და აბა ვენები მაჩვენე გადასაელი თუ გაქვს თუ არა. აპრიორი თუ არის რომ ცუდი დანიშნულება აქვს, მაგრამ რავი, ვიღაცა შრამი რო ქონდეს? გადასაელი არ ქონდეს? ეხლა ძალიან დეტალებში ჩადიხარ გეტყვი. ახლა დეტალებში უნდა ჩავდივარ რომ არ მომეწონა შენი მაგალითი. ცუდი მაგალითია, მაგრამ ნარკოტიკების მიმართ ჩემ დამოკიდებას ნათლად გამოხატავს. ნარკოტიკები ვიღაცა შეიძლება მოწონდეს, პირადად მისთვის კარგია, მაგრამ რეალურად, ანუ ჩვენ საზოგადოებრივი ღირებულები გვაქვს, ადამიანისთვის კარგი ცხოვრება რა არის, ის იყოს ჯანმრთელი ფიზიკურად, მენტალურად. მაგის ძალიან სუბიექტურია. და მაგის დასვას ვცდილობ. ეგ სახელმწიფო რატომ უნდა გასაზღვროს ჯანმრთელი ცხოვრების წესი რა არის? ეგრე რომ ეხლა სახელმწიფო კანონი მიიღოს, ხვალ და ყველა ჯანმრთელები უნდა იყოს დილით 8 საათზე წამოდაგით ირბინეთო. მაგას შემდეგი სახელმწიფო უნდა იყოს და ყველაზე კარგი სახელმწიფო არის ის, ვინც
ხალხის ნებას მასობრივად გამოხატავს. ხალხი არა, მათ შორის მათ პირად ცხოვრებაში მაგდონეზე რომ პირად ცხოვრებაში ჩარევა არის სრულად მიუღებელი ჩემთვის, იმიტომ რომ რაც უფრო ახლოს შემოუშვებ შენს ცხოვრებაში, სახელმწიფოს იქ იწყება რომ ზღვარს ვეღარ დაინახავ, სად გაავლო, რა არის შენი ასე ვთქვათ, განსაცდელი რა არა. ნუ სახელმწიფოს ყოველთვის უნდა რომ თავისი ასე ვთქვათ მარწუხები გააზარდოს და რაც უფრო მეტ რაღაცას დაგაჯერებს რომ ამაში შენ ზრუნველი თაობას თუ შექმნი შენ თავში, თაობა მე გეტყვის რომ მე შენზე ყველაფერზე უნდა ვიზრუნო. ნარკოტიკებზე რაღაცა აზარტულ თამაშებზე ძალიან მე რაღაცაზე დაგაჯერებს რომ მე შენთვის რაღაცა ზრუნველი პატერნალისტური ტიპი ვარო რა და ჯამში რა მინდა ამეხსნა რა. სწორედაც სიტყვაზე ნარკოტიკების ლიბერალიზაციის კანონის შემოდის ხოლმე საკანონმდებლო ორგანოში ყველგან ეს ხდება. აი ვაფშე ყველგან. უკვე რაღაცა პირველ რიგში ვის არაწყობს ნარკოტიკების ლეგალიზაცია. ნარკოტიკებს. ეს რატო? იმიტომ რომ ისინი დაკარგავენ ის რა ქვია საბაზრო კონკურენციას. რაც მათ შემოსავლების და რაღაცა მოგების რაღაცა გაყოფას ნიშნავს, აწი უკვე 10 ტიპზე ვიდრე 1 ტიპზე დაჭერდებოდა ახლა. უყურე ისი ახსნა მინდა ჯამში აკლავს უხარისხო ნარკოტიკი. და გეტყვი რატო? როდესაც ალკოჰოლი იქნებოდა აკრძალული, მაგ დროისთვის და ეხლაც ვაგზავნოთ, ძალიან ბევრს დავინახოთ, რომ მოხმარება გადავა 10 ტონზე რაღაცა ეთილისპირტზე და რაღაც სისულელეებზე. ანუ ადამიანი ამ დროს მომართულია ლიჟბი შეიძინოს რაღაცა ტიპის ალკოჰოლი და იმისგან სიამოვნება მიიღოს და ვაფშე ხარისხს აღარ უყურებს, მაგრამ რატომს ეს გახდება ლიბერალიზებული? ინცავს გახდება ამას ხარისხი და უკვე მოპოვება კი არ იქნება თავი ღირებულება. თავი ღირებულება იქნება, რომ მე ვინც ტიპი მომაწვის, იმის დაბალი ფასი იყოს და მაღალი ხარისხი იყოს და როდესაც შემოდის ხოლმე კანონი, რასაკეთებს ნარკოდილერი? ადგება და ცუდ ნარკოტიკს ან რაღაცა ცუდ რაღაცას მიყიდის აუცილებლად თავის მოხმარებელს. ნუ თავის მოხმარებელის მოკვდომა არავის არ უნდა, მაგრამ რას აკეთებს ამით? ტრიგერს აკეთებს. აბსოლუტურად კი პასუხი. არა, დავამთავრებ და მე საკანონმდებლო ორგანოში განიხილება სიტყვაზე კანონი, ამან გარეთ უკვე შეურია რაღაცა ცუდი თავის მოხმარებელში და 5 ადამიანი დაიღუპა და ამ დროს გაბრაზებული ხალხი გამოდის, რომ თქვენ ბიჭო გიჟები ხო ახარ რა კანონს იღებთ, აგერ 5 კაცი მოგდა. ყოველთვის ასე ხდება. და იცი ეს რატო? მხოლოდ იმიტომ რომ ბიზნესის რაღაცა წილების შუაზე არ გაიყოს. კარგი. ეხლა შენ ძალიან კონკრეტულად ჩავით, ანუ ეხლა ნარკოტიკებზე ნებისმიერ თემაზე ვლაპარაკობ, შეგვიძლია ვარჩიოთ მასშტაბი რა, ზოგადად ვლაპარაკოთ თუ ძალიან კონკრეტულად ვლაპარაკოთ და ჩავით ესეც საკითხზე, კი ბატონო, საინტერესო საკითხია, ეხლა რომ უცებ ლიბერალიზაცია დაიწყოს, რა რეაგირება იქნება და შენ თავაზობ, შენ უფრო სწორად პირველ რიგში მეუბნები რეაგირებას, რომ აი ალკოჰოლი ეხლა ხო სულ დულდებს და უცებ რომ აიგზავნოს, ვისაც განსაკუთრებით გიყვარს ლუდი, ვინც ლუდს მოგცემს, ყველასგან დავლებ და გეთახვები მე ნამდვილად, როდესაც უკვე შეჩვეული ხარ, რომ ეს არის რეაგირება გექნება, რომ მზად იქნები, რომ შენი ცხოვრების სტილი შეინარჩუნო და შეიძლება კანონის დაარღვევო. სრულად გეთხოვები, ანუ მაგ ლოგიკაში მოყვები. მაგრამ ეგ არ ვრცელდება, როცა უკვე შეზღუდულია. როდის არ ყოფილა ნარკოტიკები შეზღუდული, ანუ მე ეგეთ დროს არ ვიცი ხა 1500 წელს. ნარკოტიკები შეზღუდული კი არა, დოზები არ არის ზოგჯერ განსაზღვრული. ხო, ანუ არ არის შეზღუდულია, აკრძალულია. ხო, მაგრამ სხვადასხვანაირი რეაგირება ხდება საზოგადოებას ისეთი პროდუქტის მიმართ, რომელიც უკვე არ არის შეზღუდული და ეხლა გიგზავენ და ისეთი პროდუქტის მიმართ, რომელიც შეზღუდულია და უცებ აიხსნება. შენ თუ გონია რომ ამის მიმართ არა, ყველა ნარკომანი გახდება რაღაც კარგი ხარისხის კრაკატულზე და კარგი ხარისხის კოკაინზე გადავა, ჩემი ამაში შტაბი. მოდი მაშინ პირიქით ბიზნესი დავამიცოთ რა, დავამიცოთ. შენ ნარკოტიკებით გარდაცვლილი ადამიანი არ გინდა სახელმწიფოში? არც გარდაცვლილი, არც მოხმარებელი, ვაფშე მოხმარებელი არ გინდა? მაგას ხო ვერ ვაკეთებ. ჩამოგეთქვი ხო, არ მინდა გარდაცვლილი, არ მინდა ვისაც თავისი ფიზიკური ან მენტალური ჯანმრთელობა შერყეული აქვს და თქვათ მუდმივად ჩარჩენის მდგომარეობაშია და შემეს ბევრს არ უნდა. უბრალოდ გართობის საშუალება ისევ, ანუ მე ამ პარალელში მოვყვები, რომ პლანს მოწევს თუ ალკოჰოლს დალევს, არ ვიცი, ვიღაც ექიმი თუ ამეხსნის, რომ პლანი ცალსახად უარესია, ოკეი, მაგრამ მე არ ვიცი, აი პრინციპული განსხვავება. და ლიბერალიზაციაში მაგის რისკს ხედავ, რომ ბევრი ეგეთი ტიპი გეყოლება, ვინც თავის მენტალურ ჯანმრთელობაზე. არ ვიცი, ვინმე სამაში ეჭვეპარება, რომ სრული ლიბერალიზაცია შეიქმნება, უფრო მეტი ადამიანი იქნება, ვისაც ნარკოტიკი გაუსინჯავს, ან ხშირი მოხმარებელია, ვინმე. არა, ჩემი აზრით, უბრალოდ ჩემი აზრით, აი ხლა თუ არის 20%, უკვე არა, მაგრამ ის რა მოხდება, აი ხლა თუ ვიცით, რომ აი ალკოჰოლი რა გძალოთ, საქართველოში ალკოჰოლს მოიხმარ სიტყვაზე 50% სიტყვაზე რა. როცა აიკრძალება. მაგაში ხო გამოყვა. აი ძალიან არა, ერთი წამი სულ სხვა რაღაცა ვიზახი. ჩვენ გვექნება რა ესეთი რეალობა, რომ მე რა ვთქვი, აი ეგ რო გააგრძელო თუ შეიძლება. მეთაქვები თუ არა იმაში, რომ სხვადასხვანაირი რეაგირება ექნება საზოგადოებაზე პროდუქტზე, რომელიც უკვე არსებობს და მე რეგზალავ და პროდუქტზე, რომელიც ეგ სალსახად გაცო. ეგ სალსახად. კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენია რეაგირება ნარკოტიკებზე საქართველოში. გეტყვი. აი მაგალითად, როდესაც ლიბერალური გახდება საქართველოში ნარკოტიკები, მაგას ამოვაჩინოთ თურმე რამდენი მოხმარებელი ყოლია. იმიტომ რომ ეს ადამიანები ახლა დამანულები არიან და ჩვენ წარმოგიდგენია სიტყვაზე არიან 1%, შეიძლება ვაფშე არ არიან 1%, 10% არიან და 10% თუ ყავს ნარკომანი, ამას ვაფშე სხვანაირი წესრიგი შექმნა ჭირდება საქართველოში. 10% კიდე რა მოხდება? ხო, კიდე რა მოხდება კი არა. 10% როცა გეყოლება სულად გამოცხადებული ისო ნარკოტიკებს მოიხმარს, შენ უნდა დაფიქრდე რომ ამ
დროის განმავლობაში შენ ისეთი კანონმდებლობა ქონა, შენ ხნიო 100% დევნიდი შენი მოსახლეობის. ხვდები? და ამ ადამიანს ცხოვრება იმის გამო ინგრეოდა, რომ შეიძლება 10% ძალიან ცუდი მასშტაბი 10-ში 1 რო ეწოდეს, მე საწამოვიგენია რომ, მაგრამ როგორ შეკითხე, იცი? ანუ 10% შენ უკვე გაწია იმისთვის, რომ ამ ადამიანმა ყველანაირი, ანუ კანონს აარიდოს თავი რაღაცა, იატაკ ქვეშ რაღაცა შეიძინოს, მოიხმაროს, არ დააკვირდეს ფასი რა აქვს და ნუ ბევრი რაღაცა რა, მაგრამ ჯამში მერისი თქვა მინდოდა რა. ანუ შენ რეაგირებას ერთ-ერთი შენაც გაიგე, ესე იგი ლიბერალიზაცია მოხდა და ერთ-ერთი რასაც გიორგი გვეუბნება რომ შეეცვლება, გავიგებთ რომ 10% ყოფილა. რა მოხდება კიდე აღმიწერე შეიძლება. კაი. ხო, მე გამორჩა, მაგრამ ხო, ანუ 10% როდესაც ყოფილა, ანუ გავიგებთ რომ ის რაღაცა რა მოხდება. მნიშვნელოვანი ის მოხდება რომ ეს ადამიანები ზოგადად მიხვდებიან რომ რაღაცა ნაკოტების მოხმარება არის რაღაცა აკრძალული საკითხი და თუ უნდა მოიხმარს, თუ უნდა არ მოიხმარს. ანუ მარტივად უკვე რას გიხსნი, პალეს გავარდი და მიხვდები რა. აი ახლა დღეს როდესაც არ მგონი რომ პასუხს არ აქვს. არა, მიხვდები. ახლა როდესაც ალკოჰოლი არის ისა რა ქვია, სრულად ნებადართული რა. ეხლა რომ ვიღაცამ ადგეს და 10 ტონი დალიას, იმიტომ რომ ალკოჰოლი მოუნდა. ჩვენ ამ ადამიანს ხო გიჟად ჩავთვლით. გიჟა და ნუ ხო. ანუ მეც გეთახმები იმაში, რომ ნარკოტიკებში არსებობს სპექტრი იმისა, რა გაზიანებს და რა არ გაზიანებს. მაშინ როდესაც ყველა ტიპის ნარკოტიკი იქნება აკრძალული, ის ვინც ყველაზე ცუდ ნარკოტიკს მოიხმარს, რომელსაც თავი დააზიანოს, მე ჩავთვლი რომ ამ ადამიანს საკუთარი ცხოვრების დანგრევა უნდა და არა ნარკოტიკული თრობით სიამოვნების მიღება. უკვე მე ას გულისხმობ, საქართველოში ახლა ჩაკუჩი რო იყოს ლიბერალური სიტყვაზე, ვინც თავში ჩაიტყავს, რომელსაც შესაძლებელი ფუნქცია აქვს. ხო ეს გიჟია, მაგრამ მე როდესაც ამ ადამიანს შევთავაზე, შენ თუნდაც რო შევთავაზე, რომ ნებისმიერი ნარკოტიკი შეიძლება მოიხმარო და შენ მაინც მიაწყდებია ყველაზე ცუდს იმას შვები, რომ მოიხმარო. მე ვეუბნები, რომ შენ თრობის მუღამი კი არა, შენ გაკ სხეულის დაზიანების მუღამი და კაი დაიზიანე, მე მაგაშიც არ იმას გიშვები, მაგრამ იდენტიფიცე არა, მე ხარისხის კონტროლის როლიც არა აქვს, მანდაც არა, ხარისხი მხოლოდ მაშინ გაიზრდება, როცა კონკურენცია. კი, კონკურენცია გაიზრდება ჩემში, იმიტომ რომ რავი ხა. კი, ჯიგარი ხომ მაგაში რო მეთახმები, მაგრამ საკითხი აქ მაინც დავამთავრო ჩემი საკითხი, რომ ანტივის ადამიანების გიყოლება, მაგრამ დღეს როდესაც გზალულია, ყველა ერთნაირია, ყველა ცუდ ნარკოტიკის მოიხმარს და ამაში მეთახმები თუ არა? არა, არ გეთახმები. რატო ხარისხი არ არსებობს? გეტყვი, კარგი ბარგები თუ არის, გეტყვი. არა, მე არ მჭირდება. სიმართლე გაინტერესებს, არ მჭირდება. ხო, მაგრამ ტელეგრამზე გამოგისცანი. კაი, բայց თუ ვასრულებთ, აი ერთ შედას თქვა რა. არა, პირველ რიგში მე გონია რომ საკმარისად პასუხი არ გაიცი როგორ წარმოგიდგენია მასმე ლიბერალიზაცია მოხდება. მე გეტყვი ჩემას. ბევრი ჩანაცვლების პროგრამა იქნება. მოხმარება გაიზრდება. მე რა, ნარკოტიკი უფრო ხარისხს მოიხმარენ. ეს რატოა ცუდი? ეგ საიდან ხარ ეგ დარწმუნებული არ ვიცი, მოდი გთხოვ, აქამდე გერჩ მეჩვენა გეთქვა ერთ-ერთი რაც გითხარი, გავიგებ რომ 10%-ია და ეგ მნიშვნელოვანია რა. ეგ რაღაც გულისხმობს. კიდე ერთ რაღაც თქვა. ქვი და დავდასრულოთ. კი ბატონო. ხო, ანუ როცა ვსაუბრობთ აი ამ ქვეშ-ქვეშა ბარიგებს და რაღაცებს, ეხლა თუ საქართველოს რეალობაზე ვილაპარაკებთ, ხო ეს დებატი საკმაოდ ფუჩია, იმიტომ რომ სახელმწიფო რომელიც აი ხა ამ წუთას მდინარეზე გამოაცხადა, რომ უი ბარიგებს უფრო ვიჭერთ, მაგრამ თავის ამ ბარიგებს რა თქმა უნდა ხელს არ დაადებენ, ხო? ანუ ესეთი კორუმპირებული სიტუაცია, მაშინ კანონებს და პრინციპებს მნიშვნელობა არ აქვს რა. არის ვიღაცა ძლიერი, ვისაც მხოლოდ თავისი ბარიგები ყავს. აი, დრო ამოიწურა. ჩარჯი. შენ იწყებ. ერთი წუთი გაკეთე, მაქსიმალური თავი მოუყარო შენ სათქმელს და მე რეგიოს ეკნება და ამით დავასრულებ გადაცემას. კი. ხო, მოკლედ, აი, all ნარკოტიკი ცუდია, არავინ არაფერს არ გაიკაროს, ხო არა, მე პირიქით, რაც ალკოჰოლთან ახლოა, არის ნარკოტიკები, რომლებსაც ალკოჰოლისნაირად იგივე შეუძლია და უბრალოდ იმის გამო რომ ტრადიციაა და ნახეთ რომ 8000 წლის წინ და 400 წლის წინაც მაშინ ვინც აქ საქართველოს მიწას ცხოვრობდა ქართველი იყო იგივე საკეთებდა, ეგ არ ნიშნავს რომ თქვა სამედიცინო ფაქტებს ცვლის. სხვა რაღაცაც რაც ისე ტრადიციული არ არის და მოკლედ რა, ანუ გაიგივება რაღაცა ზოგი ნარკოტიკი შეიძლება ალკოჰოლთან და შესაბამისად მათი ლიბერალიზაცია. მაგრამ ამ ბარათზე ჩვენ პრინციპული საკითხი გქონდა რომ უნდა მოხდეს თუ არა ნარკოტიკის, ყველა ნარკოტიკის სრული ლიბერალიზაცია და განსხვავებებით ვნახეთ რა, ჩემი აზრით იმის გამო რომ სახელმწიფო ცუდია და თავისუფლებას ხელი არ უნდა დაედოს, ეს არ ნიშნავს რომ ბერკეტი რომელიც სახელმწიფოს აქვს მაგალითად რომ აკრძალოს და დასაჯოს ადამიანები ვინც ნარკოტიკს ავრცელებენ, საზღურები ანუ შავბაზრის წინააღმდეგაც იბრძოლოს, ხო? ეს არ გამოიყენოს. ცუდ სახელმწიფოში ესეც საუბრებს საერთოდ აზრი არ აქვს. განვიხილოთ სახელმწიფო რომელსაც ამ ინტერესი აქვს რომ მისი მოქალაქეები კარგად ცხოვრობდნენ და მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა არ ერყეოდეთ ნარკოტიკის გამო. კაი, რო წამოიწურა და გიო, შენ გაქვს ერთი წუთი დასკვნისთვის? ერთი წუთი? ერთი წუთი მოსაბეგრელო და მე ერთი წუთი. ხო, რაც უნდა ჩამენიშნა და მაგდა. კაი, შენს დასკვნით იმას
ვუპასუხებ ასე ვთქვათ რა. მთავრობას მე არასდროს მთავრობას დიდი ბოროტება ჩემი აზრით არ არსებობს და მთავრობას მე არასდროს არ მიცემ იმის ბერკეტს, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრას. იქნება ეს ნარკოტიკები, რაღაცა ჩემი შვილის აღზრდა, რაღაცა აზარტული თამაშები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ რა ვიცი, მთავრობა ყოველთვის შენთან მოდის და გეუბნება რომ შენივე უსაფრთხოების არგუმენტით მე ახლა შენ რაღაცები უნდა აგიგზავრო და როგორც წესი ეს ბოლოში მთავრდება ორი რაღაცით, ან იარაღის დადებით, ან დაჭერით. როგორც წესი, ხო და ანუ მთავრობა არის ტიპი რომ შენ არ მოიხმარო ესეთი ნარკოტიკი რომელიც ცხოვრებას დაგინგრევს და მე შენ დაგიჭერ 20 წელი და ცხოვრებას დაგინგრევ. ბარიგა დაიჭირა, მაგრამ ის პოტენციალურ მოხორებილი და გახდება ეგ არ დაიჭირა. ის ბარიგაც რომელიც ასაღებს ამ ყველაფერს თუ კი რაღაცა ბიზნესის სქემაში ჩავსვათ, თავის შინაარსში ისიც ჩვეულებრივ ბიზნესად გაიჩიტება და დროთა განმავლობაში ის გამოკრესტარდება ისე რომ გადარჩება ბაზარზე მხოლოდ ის ვინც დაბალი ფასის და მაღალი ხარისხის ნარკოტიკის ყიდის და არა ის ვინც მომავალში შეუღრევს იმას ნარკოტიკის საშუალებაში რაღაც ისეც რომ თავისი მოხმარებელი დაღუპოს. That's it. უდიც გაგვითავდა. კიკოძის 9 ნომერში ვიმყოფებით მაყურებელს შევახსენებთ ირთიხებით ბარში. აი ეს გემრიელუდი აქ დავლიეთ, დაგხვდებათ რავი, სასიამოვნო გარემო, კაი მუსიკა და დანარჩენი თქვენზე როგორ გაერთობთ დარწმუნებული ვარ, კაი დროს გაატარებთ. ნებისმიერ კვირის ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ მოგზავნეთ და ეწვიოთ ამ ბარს. კაი, მაგარი დებატები გამოვიდა ორივე. მისიამოვნე. თქვენცი მე, შენც. კარგ დებატს ვეძახი იმას, რომ აი კისერში შეგზავნა რჩება, რომ კიდე სადებატოს ასე რომ ნამდვილად ეგეთი. კარს უკან რაც მოხდება. გამორებოს ვეთქვი რომ გამოიწეროს ჩვენი არხი და ბევრი საინტერესო თემა იქნება, რადგან ვიდებატებთ მომავალშიც. პირველ რიგში მადლობა დაპატიჟებისთვის, მადლობა რაღაცა დროის დათმობისთვის და ასევე იმისთვის, რომ რაღაცა ჩემი აზრები რომ ხები გაიგებს ახლა მე იმის პრეტენზია არ მაქვს რომ აი მე რაღაცებს საუბრობ ხალხმა მომისმინოს, მაგრამ ამის რაღაც საშუალება მომიცა. სიამოვნებს დებატები ჩემთვის რაღაც აზარტული საკითხია. მადლობა ჩემ ოპონენტს რომ ესეთი კარგი ოპონირება გამიწვია და მართლა ვისიამოვნე, თუნდაც საქაური გარემოთია რაღაცა ინიციატივით. და რავი, წარმატებები იმას, რა ქვია, წამოწყებას, ასეთ ყველაფერს მივესალმები და რაც ყველაზე მთავარია, რავი, ახლა იმის, რა ქვია, ჩვენი აზრების გამო არ გახვდეთ რაღაცა იმის, რა ქვია, შეურაცხყოფის ღირსი. არა, ავიტანთ მაგის პრობლემა მე არ მაქვს, მაგრამ რავი, ანუ შეურაცხყოფის ტიპი წეს, ესე იგი აზრში არ მოკვება, პროსტა შენი რაღაცა შეგინება უნდა დამორჩა. პრობლემა მაქვს ხალხშია, ვინც რაღაც აზრის გამო შეურაცხყოფას გაყენებს, თუ შენი აზრი არ აყენებს, მას შეურაცხყოფას. ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩვენი აზრი ყოველთვის ჭეშმარიტია, პირიქით ყველა სუბიექტურად ვსჯელობთ და ყველა სუბიექტური აზრი გაგვაჩნია, მათ შორის ჩვენს მაყურებელსაც რა და მაგიტოა მრავალფეროვანი ცხოვრება, რომ ყველა ინდივიდი ვართ და ყველა განსხვავებული აზრი გვაქვს რაღაც თემებზე. ღმერთმა დაგვიფაროს რომ ყველა მერჩ და იგივე მუსიკას უსმინოთ რა. ყველას ერთად საფეხბურთო კლუბი გვყავს. რავი. აი იყო. ნახვამდის. ნახვამდის.